ეს საქმე ესე ვერ დამთავრდება მეთქი, გავაკეთე ესეთი კომენტარი, როდესაც რეზო მახათაძემ გააკეთა თავის ვიდეო მიმართვა კინოსტუდია ქართულ ფილმში, სააქციო საზოგადოება ქართულ ფილმში არსებული ვითარების გამო. და როგორც ველოდი ამ პროვოკაციულ ჩემს კომენტარს მოყვა თავისებური რეაქცია და გაჩნდა კითხვები, მაგრამ გია იმის მეგობარი არ არის, ამის არ არის, ანუ იმის ხარე რატო დაიჭირა თუ იმის ხარე დაიჭირა თუ არ დაიჭირა, თუ კომენტარიც ესეთია, ეს საქმე ესე ვერ დამთავრდება, არ ნიშნავს იმას, რომ აი კონკრეტულად აქითავარ. შეგნებულად გავაკეთე მეთქი ეგეთი კომენტარი, იმიტომ რომ რო უსმენდი რეზოს, ხო, სხვადასხვა მინდა ვინც ახლა უსმენს ესა რასაც ახლა საუბრობ, ჩვენ საუბრობთ კინოსტუდია ქართული ფილმის და კინემატოგრაფის პრობლემებზე გადავიყვანთ ცოტა ხანში, ასე რომ ვისაც გაინტერესებს ეს თემა, დარჩით. რეზოც ჩემი ახლობელია, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ასევე ახლობელია გიორგიც, შეიძლება ითქვას, კოლეგიალური მეგობრობა გაგვაჩნია ერთმანეთს მიმართ, რეზოსთანაც, გიორგისთანაც, ასევე ხატუნა ხუნდაძესთან, ასევე ბატონ მერაბზე აქვს საგლაპარაკო, იგივე ნურმან ჯავახიშვილთან და საერთოდ ყველასთან, ვისაც 1976 წლიდან დღემდე, 76 წელი, როცა მე მომიყვარა მამაჩემმა კინოსტუდიაში სამუშაოდ, თვითონაც მუშაობდა იქ, გადამღები ჯგუფის დირექტორად, კვანდელი ტერმინოლოგიის პროდიუსერად და იმის იქეთ თუ ვინმე გაიარა კინოსტუდიაში და ერთი თვე მაინც იმუშავა, ჰაერი გადაყლაპა და ასე შემდეგ, ყველას გიცნობთ მოხარშულს. ალბათ თქვენაც. ასე რომ ახალს ვერაფერს ვერ მეტყვით, რაც ხდება კინოსტუდიაში. რაღაც გარკვეული პერიოდი მეც მქონდა ის რომ აი ხო იცით იქნებ სხვა უკეთესი, მაგრამ ლაპარაკი რეზოზე იცი რამდენჯერაც მოვედი შენთან რაიმე სათხოვნელად, ვარი არაფერზე არ გითხოვს, ხო ეგრეა? ერთხელ მაინც მოვსულა რაღაც ჩემი პირადული იქნება რაღაც. არა, მოვდივარ კინოს საკითხთან დაკავშირებით, რომ მიჭირს იცით როგორ მაფინანსებენ მე საერთოდ ყოველთვის და საერთოდ არ მომიჩნია ხელს, მაგრამ ამას შევეშვა. მოვსულვარ და ხელი გაგიმართია, რა თქმა უნდა. მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა მე ხატუნა ხუნდაძესა ვისულიყავ და ხელი არ გაემართოს. გიორგის ხარბავს საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ერთად მუშაობდით რამოდენიმე პროექტზე და არ არსებობს თემა, რომ რაღაცა თხოვდა, ანგარიში არ გამიწიოს და გულშემატკივარია ჩემი. მურმან ჯავახიშვილი, როგორ შეიძლება მივიდე რაღაცა თხოვ მურმანს, ერთად წამოვიდით რაღაცა დავბერდით ერთად და რამეზე ვარ იმითხრას. ეს ჩვენო კოლეგიალური მომენტია და სწორი მომენტია, იმიტომ რომ იციან, რომ გაჭირვებით ვაკეთებ კინოებს, რომელსაც მე მადლობა ხმას მილიონობით ნახვავს. და მეხმარებია. და ეხლა მოხდა ის, რომ ჩვენ შიგნით დავეტაკეთ ერთმანეთს. რატო? არის რამე საშუალება, აქვს რამე საშუალება. გინდა გიორგის, გინდა ხატუნას, გინდა ჯავახიშვილს იმ მოცემულობაში, რაც არსებობს. ან შენ რა უნდა გააკეთო? მე მინახავს როგორ მუშაობ შენ, როგორ მუშაობდი შენ და ისიც მინახავს, აი ახლა წყალში ჩამოდიოდა და ინგრეოდა ყველაფერი და წყალში ფირებს ეძებდი. მაგრამ ასე მურმანიც მინახავს. კანალიზაციის რაღაცები რო ხდებოდა კინოსტუდიაში და რატო ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ დაუპირისპირდით ერთმანეთს, ერთი მიზეზის გამო. არავის არ უნდა ეს სიმართლე თქვას. არავის. მე არაერთხელ სმენია. რეზოს და ელდარის ბრალია, როდესაც კინოსტუდია დამოუკიდებლობა როგორც კი მოვიპოვეთ, იმ დღიდანვე გაჩნდა საკითხი, რომ კინოსტუდია უნდა იყოს ინფორმით, როგორც არსებობდა, თუ რაღაც ახალი უნდა შეიქმნას და შეიქმნა ახალი და დაიწყეს ჭიდაობა, ორი მხარე გაჩნდა, რეზოს მხარე და ელდარის მხარე. ელდარის მხარე ცდილობდა, რომ კინოცენტრი გახსნილიყო, რეზო ცდილობდა, რომ აქ შენარჩუნებული იყო წარმოება. მთავრობა ჩუმად იყო. მთავრობა გვითხრა, მაშინ ედვარდ ჩევარდაძე იყო უკვე და ამბობდა ეგეთ რაღაცას. თქვენ მოილაპარაკეთ ერთმანეთში და მე დავიხმარებით. მე წინააღმდეგი ვიყავი კინოცენტრის და არა იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ ეს პროგრესული მოვლენა მთელ მსოფლიოში ეს კინოცენტრი. ვიცოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ მე ვამბობდი რომ წარმოება თუ მოწყდა დაფინანსებას, ანუ დაფინანსება თუ მოწყდა წარმოებას, წარმოება გაქრება. და ვერც მაინც დაფინანსების საკითხი იქნება. კარგად ვიყვის საკითხი, ყველაფერი კარგი.
კინოცენტრში რაც ხდებოდა წლების მანძილზე ვიბრძოდით, ავტიოდით, წიოდით. მოხდა ის, რომ იმ დაფინანსებაში რაც მისცეს, გადმოუგდეს ქართულ კინემატოგრაფს. ერთად დავიდეთ. მე ვიღაცა გაკრისდა და დღეს იმასაც კი კადრულობენ. ვარდასაგანს არ დავასახელებ. ჯერ შეიმთხოვა მიწის კინოსტუდიაში. რომ მეგობრებად მოვდიოდით ათეული წლები. და სულ-სულგან ვიწერენ რაღაცებს. მე ვერ ვიკადრებდი და მადლობა ღმერთს ვერც დამაბრალებენ. იმიტომ რომ არც არასოდეს ყოფილვარ იქ, სადაც აწერენ ხელს და იწულებენ. კარისობენ ჩვენი იმ დროინდელი გაგებით. მაგრამ სიმართლეც არავის არ უნდა ზოგი ხელსიშვერს აი ზვიადიმ დაიწყო ეს დაერია ქართულ ინტელიგენციას არა შევარდნაძე მასონი იყო და ქართული მის მოსპობა უნდა და კულტურის მერე სხვა მთავრობებს მიშას დროს ხო დაიქცა და არა ალბათონებო და ბატონებო არა თავარი უნდა ვთქვათ საზოგადოებამ დაიკიდა ქართული კულტურა და როცა ვამბობ ხა ვიღაცები რა თქმა უნდა იქიდა პროექტი არ ჩვენია როგორ ჩვენ როგორ არა თქვენ ვერ იქნებით ბატონებო მაგრამ თქვენ იმდენად უმცირესობა აღმოჩნდით ჩვენ იმდენად უმცირესობა აღმოჩნდით ისინი ვინც ფიქრობენ იმას რომ ქართული კულტურა სტრატეგია ქართული სახელმწიფოსი და ქართული კულტურა იქნებოდა საქართველოს ღირსების და ყველანაირად წარმოჩენით ქართული სახელმწიფოს ღირსეული წარმოჩენა მოხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქართული პოლიტიკის მთავარი ბოძი იქნებოდა ქართული კულტურა ამით გვიცნობდა მთელ ჩვენი მსოფლიო და სწორს ამბობს როცა ამბობს რომ მსოფლიოში ცნობილი ვიყავით მივიღეთ ესეთი დამსახურება ქართული კინოს სკოლა გაჩნდა ნებისმიერი სახელმწიფო ამას შეინარჩუნებდა მეგეუბნები პოსტსაბჭოთა სივრცეში რას ამბობს როგორ გააკეთებდნენ ეგეთ რაღაცას ჩვენ გავაკეთეთ კინოცენტრში ერთმანეთს დავერეთ ეხლა იქ ქართული კინოს როცა ახსენებ ქართულ ფილმს რო ახსენებ ესო კი გეთახმები რა თქმა უნდა უდიდესი ორგანიზაცია იყო ეხლა რუდიმენტია თან ისეთ რუდიმენტებიც არა რუდიმენტი დარჩა 12-15 კაცი მუშაობს თელ კინოსტუდიაში და იქ რა უნდა გააკეთო ეს მსოფლიო ჩემპიონი მოიყვანო ცურვაში და ლახანკა რო დაუდგა ეს მომენტია 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი კინოთეატრი ავაშენე. ვინ წარმოიდგენდა, რომელ ხელისუფლებაში წარმოვიდგენდით, რომ კინოთეატრი რუსთაველი გაკრებოდა რუსთაველზე. საზოგადოებას ხარ მოუწია. კინოთეატრი საქართველოს და რომ გავული ხოლმე გული მისდება. საქართველოს აწერია შენობას. ფორმა აქვს თვითონ კინოთეატრის ფორმა, იმიტომ კინოთეატრი ნიშნავს რომ ეს ცალკე კულტურაა. თეატრი არ აგვიშენებია 30 წელი. და რა თქონდა ისინი დავანგრიეთ. მარტო თბილისში იყო 22 კინოთეატრი. მთელი რესპუბლიკის მასშტაბით იყო კინოთეატრები. და კინოთეატრები გაქრა, მის ადგილზე გამოჩნდნენ კაზინოები და რა ვიცი, მაღაზიები. თითქოს სხვა შენობა შეიძლება დაეჭრი. ასე რომ ის ფაქტი, რომელიც შენ აღნიშნე, ხო, არ გამოგჩეს. ხანძარი ახსენე, რომ ხანძარზე პირადულში გადავიყვანეთ ეს ამბავი, რომ იქ ამ დროს არა, როგორც შენ ხარ მეგობარი, როგორც კინოსტუდიის ხელმძღვანელი ჩემი მეგობრები, ასევე გარაჟშიც ჩემი მეგობრები მუშაობენ, ეს ხელოსნები, ყველა ჩემი მეგობარია და მე დავინტერესდი, ვკითხე. იქ იყვნენ. ხანძრის დროს ხათუნაც, გიორგიც. რა უნდა გააკეთებინათ ხა იქ გარდა იმისა, რომ ვაიდედა ერთქვა და ტალახში იდნენ და უყურებდნენ როგორ აქრობდნენ ხანძრები იმას. მაგრამ ცეცხლის საერთოდ რაღაცა თანდევი მოვლენა ჩვენი კინოსტუდიის ისტორიაში. გახსოვს ეს ალბათ ეგ უნდა გეთქვა პირველ რიგში, როდესაც დაიწვა პირველი ბაზა, თავარი ბაზა, ძველი ბაზას რო ვეძახოთ პლეხანოვზე, ნუ დავით აღმაშენების დღევამდე, მაშინ პლეხანოვის ბაზას რო ვეძახოთ, იქ იყო უნიკალური მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უნიკალური პავილიონი იდგა, პირველი პავილიონი. იქ ცეცხლი გაჩნდა, დაიწვა უნიკალური კოსტუმები. რაღაც უცნაური ცეცხლი ყვახცე ასე 4-5 ადგილზე ერთდროულად გაჩნდა. რა თქმა უნდა, ვიღაცამ მიუშვა. მერე ვიღაცამ გაყიდა უნიკალური კინოპავილიონი, სადაც
დიდოსტატის მარჯვენა ბოლო-ბოლო გადაღებული და იქ სვეტის ცხოველი ააშენეს. იმდენად დიდი პავილიონი იყო. მერე ცეცხლი კიდე ახალი კინოსტუდიის ბაზაში, როცა ფირები დაიწვა და ის ბაზა, სადაც ახლა გიორგი და ისა დირექციას შედან კინოსტუდიის აქეთ ხო სოფლის მეურნეობა შეუშვით ადმინისტრაციულ შენობაში, იმიტომ რომ მოთხოვნა არ არის და აქედან გამომდინარე შენობა იკარგებოდა. იქაც გაჩნდა ცეცხლი და მე და ნუკრი ვაქრობდი, სანამ მეხანძრეები მოვიდნენ. ნუკრი იცით ვიზე ვლაპარაკობ. 30 წელი გავიდა მეთქი რომ ამბობ. საბჭოთა კავშირი სულ 70 წელი არსებობდა. ნახევარი გავიარეთ. დავაქციეთ. ჩვენ თვითონ ქართული კინოც, ქართული თეატრიც, ну ახლა ეს რუდიმენტებზე არ ვლაპარაკობ. ის მოვლენა რაც იყო, რასაც ჩვენ ვივახციეთ, დაიკარგა. და ეს ასე ვერ დარჩება მეთქი რომ თქვი, იმიტომ ამბობ რომ რატო ვიცი ეს ყველაფერი, ფილმი უნდა გავაკეთო ამ თემაზე. სხვა თუ არაფერი, თაობას ის მაინც დარჩება, როგორი იყო და რა უქენით. იქნებ თქვი სასწავლებლად მაინც გამოადგეთ მე თაობებს, როგორ არ უნდა მოიქცნენ, როგორ არ უნდა მოიქცნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კულტურას. მე ვნახე, რა შეუძლია იმ სტრუქტურებს, რომლებაც რადგანაც გაიგეს რომ ჩვენ კიდია ფეხებზე კულტურა, რა შეუძლია დარეკავენ და გაგაჩერებენ, აი როგორც მე გამაჩერეს კინო გადაღება დაწყებული, დაფინანსება, ხელმწიფე გამაჩერდა და სასამართლოდ მომიხდა უფლებების დაბრუნება. ვერ გამაჩერეს მოსაბოლოოდ, მაგრამ ხელი ხო შემიშალეს. ხო მაზარავეს. კიდე ხელი შეშლა უნდა ქართულ კინოს? არა მგონია. ასე რომ ყველას პასუხობთ, ვინც გკითხეთ. შენ ხო იმის მეგობარი ხარ, იმის წინააღმდეგ, არავის წინააღმდეგ არასოდეს არ გამოსულა. ხოლმე თუ გამოსულა ერთი მიზეზის გამო. ქართული კინოს დასაცავად. წლები რო ვიდექი იქ კინოცენტრთან, არა იმიტომ რომ გაგაჩხეიძე იყო, ახლა ჩემი პირადი მტერი და ის უნდა წამიქციან მანამდე ვინც იყო. არასოდეს ეგეთი დეტალიზება. 2004 წელს რო წამოვიწყე აქცია, არ იყო ეს ფული მომეცით ძახი. ვიძახოდი კინემატოგრაფს მიეცით ცოტა მეტი თანხა რო იარსებოს მეთქი. აი მაშინ რომ დაგვეწყო ჩვენ ეს ბრძოლა და ესეთი მედგრად განსადებების გაკეთება, იქნებ არ მისულიყავთ ამ მდგომარეობამდე, მაგრამ მაშინ ამ ღაღადებლის საუდარნოსაში და დავჭი მარტო, დღესაც მარტო ასე ვკივა, რომ კინოს მივხედოთ, კინოს პოლიტიკას მივხედოთ და არა ერთმანეთისკენ გავიშვიოთ ხელი. გამიგრძელდება საათობით შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, უბრალოდ გული მწყდება, რომ ესეთი დიდი მოვლენა, რომელსაც მეზო შენთვის არ იყოს მთელი მსოფლიო იცნობდა და რომელსაც ერქვა ქართული კინოს სკოლა ჩვენს თვალსა და ხელს შუა გაქრა. და ეხლა ისევ ვახსენებ ლათინურ სიტყვას რუდიმენტებზე რაღაცას ვცდილობთ. ნახოთ რა გამოვა, ფაქტია რომ ეს საქმე ესე ვერ დარჩება, ან უნდა ვაღიაროთ რომ საერთოდ არ გჭირდება, ან უნდა მივხედოთ. ამის თქმა მინდოდა და ეს არის ძალიან ჩემი განცხადების, მაშინდელ განცხადების ანი და ხოე. მადლობთ მოდნებისთვის, ყველას გამძლობას, ბედნიერებას და ასე შემდეგ.